მე და თათია ვიმყოფებით ახლა ბაუმერის ერთ-ერთ გამორჩეულ პროექტში ბათუმში. ეს არის კავკასიის უნივერსიტეტის სასწავლო კამპუსი და ჩვენ გვიმასპინძლებს ბაუმერის კომერციული დირექტორი მარიამ ვახოხიშვილი, რომელიც მოგვიყვება ამ პროექტის და არა მარტო შესაძლებლობების. გამარჯობა მარიამ. კარგად, როგორ ხართ? კარგად, მადლობა. სანამ საინტერესო პროექტზე ვისაუბრებთ, მოდი პირველ რიგში ვისაუბროთ უშუალოდ კომპანია ბაუმერზე და გითხარით, რვინ არის კომპანია ბაუმერი? კი ბატონო, კომპანია ბაუმერი უკვე 13 წელზე მეტია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ჩვენ უზრუნველყოფთ საინჟინრო სისტემების პროექტირებას, შესრულებას და სერვისს. ჩვენ ძირითადი მიმართულებები არის გათბობა-გაგრილება, ვენტილაცია, წყალანარინება, ელექტროობა, ავტომატიზაცია და სახანძრო უსაფრთხოება. ბაუმერი, ასე ვთქვათ, გამოირჩევა იმით, რომ ჩვენ ვთამაშობთ ერთგვარ მედიატორის როლს დამკვეთებს, არქიტექტორებს, დიზაინერებს და ინჟინერებს შორის. ეს არის იმისთვის საჭირო, რომ მივიღოთ საუკეთესო პროდუქტი საბოლოო ჯამში, რომელშიც ყველანაირი დამკვეთის ინტერესი იქნება გათვალისწინებული. ბაუმერის არაერთ პროექტს ვიცნობთ თბილისში და მე მგონი დროა უკვე ბათუმში გაგვიწიოთ, მას შემძლობ და დავათვალიეროთ, რას თავაზობთ ადგილობრივ ბაზარში. სიამოვნებით დაგათვალიერებინებთ შენობას. მარიამ, მოდი მოგვიყევით, რა ტიპის საინჟინრო გადაწყვეტილებები გამოიყენა კომპანიამ მიმდინარე პროექტის ფარგლებში. თანამედროვე არქიტექტურით და დანიშნულებიდან გამომდინარე, მოითხოვდა უკვე პრემიუმ კლასის სტანდარტების საინჟინრო სისტემების მოწყობას. აქ უკვე ჩაერთო ბაუმერის გუნდი, ჩვენ მოვაგრძინეთ პირველ ეტაპზე პროექტის რევიზია და შემდეგ უკვე სისტემების ოპტიმიზაცია. იქნა გამომდინარე, რომ ეს არის საგანმანათლებლო სივრცე, ძალიან მნიშვნელოვანი არის ჟანგბადის სწორი მიწოდება და გათბობა-გაგრილება ვენტილაციის კუთხით გამოვიყენეთ იაპონური ბრენდი დაიკინი, რომელიც მსოფლიოში ნომერ პირველია და ამ პროექტზე შესაბამისად გამოვიყენეთ ეს ბრენდი. მარიამ, განსხვავდება ბოდიშ ჩაგეკითხების საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის შექმნა საცხოვრებლებისგან, რა ტიპის გადაწყვეტებია ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი, რა იყო მთავარი გამოწვევა და როგორ გავუმკლავდით? ზუსტად სპეციფიკიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი არის ჟანგბადის სწორი მიწოდება. ზუსტად ამიტომ იქნა იმ ბრენდების გამოყენება, რომელიც ერთხელ უკვე აღნიშნეთ და დამატებით კიდე გამოვიყენეთ დამფოსის ბრენდი, რომელიც იატაკქვეშა გათბობით უზრუნველყოფთ კლიმატის სწორად აჭრას, ასე ვთქვათ, რომელიც აქ ერთ-ერთი თავისი ატრიუმიდან გამომდინარე, არქიტექტურიდან გამომდინარე, ჩვენთვის ერთ-ერთი გამოწვევა იყო. ზუსტად ამიტომ მოხდა პროექტის რამდენჯერმე რევიზია, ანუ ჩვენი საინჟინრო გუნდის ჩარევის პირობებში და შემდეგ მხოლოდ ამის შემდეგ მოვახდინოთ უკვე სისტემის ოპტიმიზაცია, რომ მიგვეღოს სრულყოფილი პროექტი, რომელიც შეესაბამება საგანმანათლებლო სივრცეს. მარიამ, როგორია ბათუმის ბაზრის სპეციფიკა საინჟინრო სისტემების კუთხით? ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი, როგორც ხედავთ, ბოლო 10 წლების განმავლობაში ძალიან დინამიურად ვითარდება. ჩვენ თვალით ხედავთ, რამდენი სათავე თუ პრემიუმ კლასის შენობები შენდება და ამ ყველაფრისთვის აუცილებელი არის პრემიუმ კლასის საინჟინრო ქსელები. მის გარეშე არც ერთი შენობა არ იქნება ვერ ფუნქციონირებს. ზუსტად ამიტომ ჩვენთვის ძალიან საინტერესო არის ბათუმის ბაზარი, თუმცა დღესდღეობით ვხედავთ, რომ ბაზარზე დომინირებს უცხო ქვეყნის კომპანიებიც, ესეც უნდა აღინიშნოს და ერთ-ერთი მთავარი, ვთქვათ, კონკურენტი, ასე ვთქვათ, შეიძლება ჩაითვალოს თურქული კომპანიები. თუმცა მე ვთვლი, რომ დღესდღეობით საქართველოს ბაზარზე არსებულ საინჟინრო კომპანიებს უკვე გვაქვს იმდენი გამოცდილება, ცოდნაც, რომ თავისუფლად შევძლოთ იმ პასუხების და სამუშაოების შესრულება, რასაც ითხოვს დღესდღეობით ეს მშენებლობა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ვთვლით, რომ უკვე შესაბამისი ცოდნა გვაქვს ამ ყველაფრისთვის. მარიამ, რა არის მთავარი უპირატესობა, რაც ბაუმერს გააჩნია? საუბრობდით კონკურენტებზე, უცხოურ კომპანიებზე, რომელიც ბათუმის ბაზარზე განსაკუთრებით ვხედავთ, რომ მრავლად არიან წარმოდგენილი ქართულ კომპანიებს, ბაუმერს რა აქვს რა მთავარი ბენეფიტი? ჩვენ ვიცნობთ, ჩვენ დამკვეთებსაც ვიცნობთ აბსოლუტურად, ვიცით სპეციფიკაცია ქართული მშენებლობის და ასე შემდეგ ვთქვათ, ვიდრე სხვა უცხოურმა კომპანიებმა. რაც შეეხება თვითონ ბაუმერს, რაც ჩვენ მიგვაჩნია, რომ გამოგვარჩევს ზოგადად
ქართულ ბაზარზე სხვა საინჟინრო კომპანიებისგან ეს არის ის სისტემა, ის საოპერაციო სისტემა, რომელიც ჩვენ გვაქვს შექმნილი, იმიტომ რომ ჩვენ არ მართავთ პროექტებს რაღაც სტანდარტული, ასე ვთქვათ, სტრუქტურით, როგორც არის თუნდაც პროექტის მენეჯერი და საიტ მენეჯერი. ჩვენ სტრუქტურაში არიან მიმართულებების უფროსები, საიტ ინჟინერები, ყველა მიმართულებას ყავს თავისი საიტ ინჟინერი ობიექტზე, მიმართულებების უფროსები. ეს საოპერაციო სტრუქტურა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ნებისმიერი პროექტი ვმართოთ მასშტაბის თუ რეგიონის მიხედვით, ზუსტად ისე, რასაც ვთვლით, რომ ეს არის ბაუმერის სტანდარტი. საინტერესოა თავად კადრების კვალიფიკაციაზე ვინ ზრუნავს და სერვისებთან ერთად კვალიფიკაციის თემას რამდენად აქცევს კომპანია და როგორ აქცევს ყურადღებას. მადლობა ამ შეკითხვისთვის. ანუ ჩვენი გუნდი, ზოგადად მგონია, რომ ბაუმერი მიყვეხნის ზოგადად იმ მაღალი პროფესიონალიზმით, რაც ჩვენ გუნდში სუფევს ამჟამად. ეს იქნებიან პროექტის მენეჯერები, ეს იქნებიან ინჟინერები, ეს იქნებიან მიმართულების უფროსები თუ მენეჯმენტის სხვა გუნდები, მაგრამ აქვე ჩავრთავ ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ პროექტს, ეს არის ბაუმერის აკადემია, რომელიც ისტორია ძალიან ასე ვთქვათ, ჩვენთვის ძალიან საყვარელია, იმიტომ რომ ზოგადად ეს პროექტი შეიქმნა ჩვენი თანამშრომლებისთვის და ჩვენი შიდა კადრების გადამზადებისთვის. თუმცა მოთხოვნა იმდენად დიდი იყო და გაიზარდა, რომ საბოლოოდ მივედით იქამდე, რომ 2024 წელს ბაუმერის აკადემიამ გაიარა აკრედიტაცია. და დღეს უკვე ვართ აკრედიტირებული აკადემია. ჩვენ ამას ვუყურებთ როგორც ჩვენს პასუხისმგებლობას, სოციალურ პასუხისმგებლობას. აი ეს გამორჩეული გუნდი, რომელზეც თქვენ საუბრობდით, ესეთი გამოცდილებით და პროფესიონალიზმით, რომელ პროექტებს ქმნის? რა თუ შეგიძლიათ რომ გაიხსენოთ თბილისის ან ბათუმის რომელიმე ესეთ გამორჩეული პროექტი? კი ბატონო, რა თქმა უნდა, დღესდღეობით ბაუმერის პორტფელი მოიცავს ალბათ 300-ზე მეტ მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს. თუ ვისაუბრებთ მიმდინარე პროექტზე, დავიწყოთ აქედან, სადაც ახლა ვიმყოფებით, ეს არის კავკასიის უნივერსიტეტის როგორც ვიცით, უნივერსიტეტის სკოლის კამპუსი. ასევე მიმდინარე პროექტი გვაქვს კავკასიის უნივერსიტეტის თბილისში, ორთაჭალაში და ის იქნება პირველი სამედიცინო ფილიალი და ძალიან საინტერესო პროექტია ჩვენთვის. ასევე მასშტაბით შეგვიძლია გამოვარჩიოთ ბაზის ბანკის სათაო ოფისი თბილისში. ეს თან როგორ არის ესეც ჩვენი პროექტები არის ყველანაირი მიმართულებით, ანუ დაწყობილი არის რაღაცა საოფისე ფართები იქნება, პრემიუმ კლასის მშენებლობები იქნება, სპორტდარბაზები იქნება თუ ასე შემდეგ. ჩვენ პორტფელი მოიცავს გალფის 100-ზე მეტ სადგურს, რომელთაც სერვისით ვემსახურებით, ეს იქნება კუშმანი, უშენ კაპიტალი, ზაზაფაჩულიას აკადემია თუ მრავალი სხვა, ცოტა გამიჭერ ლიბოს საწყობები, ანუ ცოტა რთულია ახლა ყველას ჩამოთვლა, რომელიც ჩვენ მინდა გითხრათ, რომ ზოგადად არა მარტო ჩემთვის, ზოგადად კომპანიის მენეჯმენტისთვისაც, ანუ პროექტებს არ ვყოფთ სიდიდით და მასშტაბით, ანუ ზუსტად ერთნაირად უდგებით, ყველანაირ პროექტს არ აქვს მნიშვნელობა არც სიდიდეს, არც მასშტაბს და არც ადგილმდებარეობას. როგორია ბაუმერის განვითარების გეგმები ბათუმში მიმდინარე და მომდევნო წლის განმავლობაში? გამომდინარე იქიდან, რომ ბაუმერი უკვე კარგად არის წარმოდგენილი ბათუმის ბაზარზე, რადგან გვაქვს უკვე შესრულებული პროექტებიც, მაგალითად როგორც Toyota-ს ბათუმის ფილიალი და ასევე მუშაობთ მიმდინარე პროექტებზე, Next Group-ის მასშტაბურ პროექტებზე, ეს არის Next Downtown და Next Address-ი, რომელსაც ვაკეთებთ სრულ საინჟინრო სისტემების პროექტირებას BIM-ში. შესაბამისად, მოთხოვნიდან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკვე გავხსნათ ჩვენი ფილიალი, ბათუმის ფილიალი ბათუმში და ასევე ვფიქრობთ, რომ ბათუმის აკადემიაზე იმდენად დიდი მოთხოვნა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ ბათუმის აკადემიაზე, თუმცა ბათუმის მხრიდან იმდენად დიდი დაინტერესება არის, რომ ვფიქრობთ მის განვითარებასაც რეგიონში. კიდევ რაიმე ხო არ არის ესეთი მიმართულება, რა კუთხითაც გეგმავთ გაძლიერებას, რაიმე სიახლეები ან სერვისების დამატებას ან ასე შემდეგ? ჩვენ ზოგადად გამოვირჩევის ინოვაციების მოყვარულები ვართ, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ყოველთვის ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან იქნება ტრეინინგები, იქნება მივლინებები, იქნება თუ გამოფენები იქნება, სრული მობილიზაციით და დიდი ძალით ვართ ამ კუთხით ჩართულები, მათ შორის ერთი ახალი მიმდინარე არის BIM-ში პროექტირება, რომელსაც საქართველოში არც თუ ისე მეტი ბევრი კომპანია აკეთებს და ჩვენი საინჟინრო რესურსით უკვე შეგვიძლია ვთქვათ, როგორც უკვე აღვნიშნე მაგალითად Next-ის პროექტებს უკვე ჩვენ BIM-ში ვაკეთებთ და რა თქმა უნდა ბევრ სიახლეებს კიდევ გეგმავთ, რომელსაც ნელ-ნელა მერე მოგაწოდებთ. მარიამ, წარმატებები, მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის და ველოდებით სიახლეებს, რომელზეც უღრმესი მადლობა პირიქით თავინტერესდებით, როგორც ბათუმში, ისე თბილისში და საქართველოს სხვა რეგიონებში. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა თქვენ პირიქით მობრძანებისთვის ჩვენ მიმდინარე პროექტზე და თქვენი ინტერესისთვის. მადლობა დიდი.